ახალი არჩევნები, პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება და რეჟიმის ლიდერების დასანქცირება. ევროპარლამენტის საქართველოსთან დაკავშირებით დოკუმენტის მისაღებად ემზადება ხვალ სტრასბურგში. ევროპელი პოლიტიკოსები ქართულ ოცნებას საგანგებო რეზოლუციით მოუწოდებენ, რომ არსებული უმწვავესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მათ ხელშია და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის აღსადგენად ახალი არჩევნებია საჭირო. დოკუმენტში საუბარია სანქციებზეც. რეზოლუციის ავტორები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ ამოქმედონ ინდივიდუალური სანქციები რეჟიმის წინააღმდეგ. არსებობს ცალ-ცალკე 4 პოლიტიკური ჯგუფის დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელზეც დეპუტატები საბოლოოდ ერთობლივ ტექსტზე შესაჯერებლად მუშაობენ. სტრასბურგში იმყოფებიან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ნიკა გვარამია და ზურა გირჩი-ჯაფარიძე, რომლებიც პარტნიორებთან მართავენ შეხვედრებს და რუსული რეჟიმის რეპრესიების შესახებ მტკიცებულებებს აცნობენ. ნინო სამყურაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, ის მუშაობს სტრასბურგში. გისმენინო. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ უკვე თითქმის მომზადებული არის რეზოლუციის პროექტები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან და ახლა დღევანდელი დღე მთლიანად დაეთმობა იმას, რომ ერთი საერთო რეზოლუცია დაიწეროს. სხვადასხვა რეზოლუციები, რომელიც არის მომზადებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია, რომელიც არის ევროპის სახალხო პარტია, ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის პროექტი, მეორე ეს არის, შემდეგი არის განახლე ევროპის რეზოლუციის პროექტი, მწვანეების ჯგუფის პროექტი და სოციალ-დემოკრატების რეზოლუციის პროექტიც ამ დროისთვის უკვე არსებობს. მთლიანობაში, რომ ვთქვათ, 7 რეზოლუციის პროექტია, აქედან 2 არის ულტრამემარჯვენეების, ეს ჯგუფები არიან, რომლებიც ოლიგარქიულ რეჟიმს უჭერენ მხარს და ამიტომ ძირითადად ეს ნაწილი რეზოლუციის ამ ტექსტში რაც წერია ხოლმე, ეს საერთოდ არ ხვდება მთავარ შინაარსში, მაგრამ თუ როგორი იქნება შინაარსი, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ აქ 5 რეზოლუციის პროექტიდან და სწორედ აქედან გამოვიტანოთ დასკვნები. ყველა მათგანის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ქვეყანაში იმისათვის, რომ პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას, უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და ეს არის მთავარი მოთხოვნა. მეორე მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, არის სანქციები ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ. სახელობითად ბევრ რეზოლუციის პროექტში მოხსენიებული არის ბიძინა ივანიშვილი, ასევე მოხსენიებული არიან, რომ უნდა დასანქცირდნენ ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ დღეს ჩვენ მაგალითად ჩავწერეთ ევროდეპუტატი განახლებული ევროპიდან დანიუს დალიმასი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი და აუცილებელი არის, რომ მოხდნენ მოსამართლეები, პროკურორები ამ დასასანქცირებელთა სიაში და ასეთ რეზოლუციებში, რადგანაც რეჟიმს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ის, რომ როდესაც მიდის რეპრესიებზე, როდესაც ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, ვინც არიან ამ ყველაფრის შემსრულებლები, მათ მიმართ უნდა იყოს კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული. რა თქმა უნდა, რეზოლუციის მთავარი მოთხოვნა ასევე იქნება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ყველა მათგანში საუბარი არის მოშიმშილე ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ მზია ამაღლობელი უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული, რადგანაც თუ ის გათავისუფლებული არ იქნება, საქართველოს წინსვლა დემოკრატიაზე საუბარი საერთოდ არ შეიძლება იყოს და ამასთან ერთად ევროკავშირის მხრიდან მეტი აქტიურობა, კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც ექნება რეზოლუციას, რადგანაც დღეს ევროპარლამენტარებიც ამბობენ იმას, რომ ევროკავშირის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი, მაგალითად, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ უვიზოდ შემოვიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში და შენგენის ზონის შემოსასვლად ვიზა დაჭირდებათ, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ამიტომ ევროკავშირმა უნდა იაქტიუროთ, მიუხედავად იმისა, ბლოკავს თუ არა ამ ყველაფერს უნგრეთი და სლოვაკეთი. ჩვენს მიერ სიტუაციის შეფასება უარესდება. სამწუხაროდ რეპრესიები გრძელდება, სულ უფრო მეტ ადამიანს აპატიმრებენ და ციხეში სვამენ. ახლა ისე ჩანს, რომ ქართული ოცნება უკან დახევას არ აპირებს. ამ პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისიდან კი მხოლოდ ერთი გამოსავალია და ეს არის ახალი არჩევნები. იმიტომ რომ ამჟამად საქართველოს ლეგიტიმური მთავრობა არ ყავს. პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტიაა, რაც სრულებით არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ამიტომ არც ამ პარლამენტს აქვს ლეგიტიმურობა. ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო დღეს არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც წარმოადგენს ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ხალხს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის არჩევნები, რომლებსაც შეატარებს მიუკერძოებელი საერთაშორისო ორგანო, რათა ის იყოს სამართლიანი და თავისუფალი. ახლა ევროპარლამენტი მიიღებს ამ რეზოლუციას და ქართული ოცნების წინააღმდეგ უნდა დაწესდეს სანქციები, არა მხოლოდ მთავრობის წევრების წინააღმდეგ, არამედ ასევე იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ ამ რეპრესიებს. რა თქმა უნდა, ასევე მოვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. საქართველო დღეს შეიძლება იქნას აღწერილი როგორც მიტაცებული სახელმწიფო. ის არის მიტაცებული ოლიგარქის მიერ.
ევროკავშირი არ არის არც ამერიკის შეერთებული შტატები, არ არის არც ბრიტანეთი, სამწუხაროდ გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებებს ყველაფერს არ ამარ გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებებს სჭირდება კონსენსუსი. კონსენსუსი ნიშნავს, რომ ევროკავშირის წარმოქვეყნამ უნდა აწიოს ხელი და დაეთანხმოს ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ რაღაც ტიპის გადაწყვეტილების მიღება რთულია, მათ შორის ვიცით, რომ უნგრეთი უშლის ხრის შემთხვევაში ამას ხელს, ხან სლოვაკეთი, ხან ერთად ეს რეალობა არსებობს. ამაზე წუხილები არის თვითონ ევროკავშირის შიგნითაც, ამაზე წუხან სხვადასხვა ევროპარლამენტარები, წუხან სხვადასხვა ქვეყნები, რომლებიც არიან საქართველოს მეგობრები. მაგრამ ეს არის რეალობა, რომელიც არის. რასაც ხედავთ, თუმცა ბოლო პერიოდში არის ის, რომ იქ სადაც ესეთი პრობლემები იქნება, სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნები ცდილობენ, რომ რაღაცა გვერდის ავლის მექანიზმი მოიფიქრონ. მაგალითად, სანქციებთან მიმართებაში ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაადეს ინდივიდუალური ქვეყნებმა დაადეს თვითონ სანქციები, ამიტომ შემოსავლითი გზები არსებობს, საბოლოო ჯამში პოლიტიკურ ნებაზეა, მაგრამ ნუ იმხელა დისკუსიაა და ისე აწეულია ეს თემა, რომ იქნება ეს სანქციები, უბრალოდ რა იქნება, ვის მოხდება ზუსტად და როდის იქნება, მაგის თემა რთულია. რეზოლუციის მნიშვნელობა არის მთავარი, რომ მოუწოდოს ეროვნულ პარლამენტებს, რომ სანქციები დააწესონ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და სწორედ ეს ახალი არჩევნების ჩანიშვნაც რეზოლუციაში გამოჩენაც ნიშნავს იმას, რომ ეროვნულ პარლამენტებმა ბევრი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ივანიშვილი აიძულონ და ივანიშვილის იძულება არის მხოლოდ სანქციები. ის მისთვის მხოლოდ მნიშვნელოვანი არის თანხა, ფული და ამას ხშირად ამბობს და იმეორებს. შესაბამისად სანქციების გააქტიურება, თუმცა რთული არის ევროკავშირში ერთპიროვნულად, ანუ ერთიანად მიიღონ სანქციებზე გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ ერთ-ერთ რეზოლუციაში ისიც წერია, რომ მოუწოდებენ ფიცოს და მოუწოდებენ ორბანს, რომ არ დაარღვევენ ევროპული ერთობა სანქციების მიმართულებით. შესაბამისად აი ეს რომ იქნას თავიდან აცილებული, აქვე არის ერთ-ერთი დებულება, რომ ინდივიდუალურად დააწესონ სანქციები ივანიშვილის რეჟიმის, კერძოდ ივანიშვილის და რეჟიმის წინააღმდეგ.